სტუდიაში შემოგვიერთდება თენგიზ შარმანაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ბუნებრივია მთავარი სასაუბრო თემა მასთანაც იქნება ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც როგორც დღეს დაანონსდა, უკვე დღესვე გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში და მას 9 თვე ექნება გადაწყვეტილების მისაღებად ჩათვალოს თუ არა სამი პოლიტიკური ძალა არაკონსტიტუციურად და აკრძალოს თუ არა ეს სამი პოლიტიკური პარტია. თენგიზ შარმანაშვილი უკვე სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში, მოკლედ, სარჩელი როგორც ვიცით უკვე დღეს გაიგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში. თავიდან პრემიერმა დაანონსა, რომ 10-მდე პოლიტიკური ძალის აკრძალვა იგეგმებოდა. შემდეგ ვნახეთ, რომ საბოლოო სიაში მოხვდა სამი პარტია. რატომ? ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენთან გადაწყვეტილებები კოლექტიურად მიიღება. ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამზადებდა ამ სარჩელს, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ამ გზას დავდგომოდით. თუ რატო დავადექით ამ გზას, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ერთხელ უკვე ახსნა პირველივე ბრიფინგზე, როდესაც გამოვიდა, მოკლედ შემიძლია ის გითხრათ. ესე გამოიკვეთა ის სამი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია რეალურად სტრუქტურული ქვედანაყოფები, გააჩნია პარტიული სტრუქტურები, ავად თუ კარგად და რომელიც შეიძლება თეორიულად საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისათვის. და შევჩერდით ამ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, თორემ ის კრიტერიუმები და კრიტერიუმებითაც შეირჩა ეს სამი ორგანიზაცია შეიძლებოდა სხვებზეც გავრცელებული. თავდაპირველ სიაში იყო უფრო მეტი პარტია და შემდეგ ამოიღეთ? არა, ასე არ ყოფილა. შეელობდით იმაზე, რომ რომელ გზას დავდგომოდით. მაგრამ არის ასეთი საერთაშორისო პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ჩვენთან სისხლის სამართალშიც არის, აი მინდა რომ პარალელი გავავლო. რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ნიშნები არსებობდეს, თუ ის არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ თავს იკავებენ უცხოეთშიც, ჩვენი პარტნიორების, ესეც დემოკრატიულ ქვეყნებშიც, ასეთ ორგანიზაციებზე ყურადღების გამახვილებისაგან. აი მაგალითად, დამხობა რომ არის, თქვათ, ადვილად გასაგები რომ იყოს ჩვენი მსმენელისათვის, მოწოდება, თქვათ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ყველა მოწოდება არ ისჯება. და იქვე არის პრინციპი ჩადებული, თუ ეს მოწოდება არსებით საფრთხეს შეიცავს. ეხლა თუ რაღაც თავის ეზოში დაიძახა, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს, რეალურად არ შეიძლება მის მოწოდებას რამე მოყვეს, მას რა თქმა უნდა დევნაც არ მოყვება. აი დაახლოებით ეს შეიძლება ეს პირდაპირ პრინციპი არ არის. მაგალითად სტრატეგია აღმაშენებელი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იყო, ხო? ვიცით რომ მისი ერთ-ერთი ლიდერი დაკავებულია სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენების. მაგრამ ის პიროვნულად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. ორგანიზაციულად სულ ორკაციანი პარტია რეალურად მართლა არაფერს არ წარმოადგენს, არანაირი სტრუქტურული. ანუ სიმცირე იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პარტიის. გავლენა. ესე იგი, რამდენად სტრატეგია აღმაშენებელს გავლენა არ აქვს. არა, რა თქმა უნდა და მას ფედერალისტებს? არა, რა თქმა უნდა, მათ არანაირი პარტიული სტრუქტურა არ გააჩნიათ. ვერანაირ ბარიერს ვერ ლახავდნენ ვერაზროს დამოუკიდებლად ვერც ერთ არჩევნებში და თეორიულად არ შეეძლოთ გადაელახათ. ჩვენ შეგვეძლო სია გაგვერცო ისე გეუბნებით. თავიდან ვის მოიაზრებდით? არაფერი, აი ჩამოთვალა კიდევ. ფედერალისტები, დროა, ზურაბ, ჩამოთვალა ეს ყველა ეს თავდადებით პირველად მოიაზრებოდა, მათ შორის რესპუბლიკელები. განხილვაში იყო ყველა ეს პარტია, რამდენად მათ შორის რესპუბლიკელებიც. რესპუბლიკელები თეორიულად ამას აკმაყოფილებდნენ, იმიტომ რომ ალიანსში პარტიულად იმყოფებოდნენ ამ ორგანიზაციებში. კოალიციაშიც წლების წინ. სად? არა, ეს გასაგებია, მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე, შემდგომი საქმიანობა როგორ გააგრძელეს. თქვენ შეგიძლიათ ბოლო 1 თვის განმავლობაში გახდეთ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია, თუ ასეთ ნაბიჯებს გადადგავთ, ან ბოლო 2 თვის განმავლობაში. აქ არ არის დროში ასე გაწელილი ბოლო 10 ან ბოლო 3 ან ბოლო 2 წლის განმავლობაში. როდესაც დაადგებით არაკონსტიტუციურობის გზას, იქიდან შეიძლება თქვენს წინაშე დადგეს საფრთხე, რომ თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია გახდეს ასეთი სარჩელის ესე იგი რა იქნება კრიტერიუმი ვთქვათ რომ პარტია ადგას უკვე ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით განსაზღვრულია რომელი ტიპის ორგანიზაციები შეიძლება გახდნენ ობიექტები ასეთი დევნისა ვთქვათ საკონსტიტუციო სასამართლოში და თუ შემიძლია პირდაპირ წაგითხოვთ კიდევაც ვთქვათ კონსტიტუციის ეს დანაწესი
და ეს არის რომ ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა არის აკრძალული და შესაბამისად მე გაუქმებასაც გვემდებარება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შესვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ამან რომელიც ეწევა ომის ძალადობის პროპაგანდას, აღუევს ეროვნულ, ეთნიკურ და ასე შემდეგ შუხს. რა კრიტერიუმით მოხვდნენ აქ აი პარტია ახალი და ასევე პარტია ლელო, იმიტომ რომ ლელო არისო თქვა თუნდაც ერთი კრიტერიუმით დროს მათ არ ეკავათ თანამდებობები ლელოს ლიდერებს, ან იგივე 2008 წლის ომთან დაკავშირებით ისინი მე ამიტომ გითხარით. ეს კრიტერიუმები იმიტომ ჩამოვასახელე ბევრი რომ ერთიც კი საკმარისია რომ მე თქვენზე ვიმსჯელო რომ არა კონსტიტუციურად მოქმედეთ. აქ არ არის იმაზე რაც მე ჩამოვასახელე ყველას არ ღვევდეთ ერთდროულად. შეიძლება შენობის პროპაგანდას არ ეწეოდე, მაგრამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა. აი ლელო მიიღო მონაწილეობა, კი, იმიტომ რომ სახელმწიფო რაში მიიღო, იმიტომ რომ კი ცხადად არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაემიჯნენ 4 ოქტომბრის გეგმას თუნდაც. არა, უყურეთ 4 ოქტომბრის გარდა კიდე სხვა ქმედებებიც იყო. არა კონსტიტუციური მანამდე 5 მცდელობა იყო რევოლუციის. ხო, მაგრამ აი ლელო რა ფორმით იყო? არა, ლელო იყო იმიტომ რომ მუდმივად დესტრუქციულ ნაბიჯებს გავდა სახელმწიფოებრივი წინააღმდეგ მიდიოდა, მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იყო, მუდმივად არ აღიარებდა არც ერთ არჩევნებს. აი ეს კრიტერიუმები მაგალითად გერმანიაში პირდაპირ არის მითითებული რომ არის სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. მაგრამ ბოიკოტი ხომ არის პოლიტიკური ბრძოლის თქვა გეგმა, სტრატეგია, ტაქტიკა. კი, ეს თქვენ როდესაც ერთჯერადად აკეთებთ ამას, გასაგებია, მაგრამ როცა მუდმივად არ აღიარებთ კონსტიტუციურ დანაწესებს, მუდმივად მიდიხართ კონსტიტუციური წყობილებისა და მისი არსის წინააღმდეგ. ეს უკვე არის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც წესათა გაქვთ. უკვე ეს თქვენი სტრატეგია კი აღარ არის, ეს არის თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ელემენტი. ამ ქვეყნების სასამართლოები ასეთ ქმედებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან თუნდაც რამდენჯერმე რომ გაიმეორებენ. უბრალოდ ლელომ 2020 წელს მიიღო მონაწილეობა არჩევნებში 21. მაგრამ მე არჩევნო, აი უყურეთ ახლა 24-ის არჩევნების შედეგები არ ცნო, მაგრამ ნახეთ ტაქტიკა შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ფაქტია რომ გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად ჩაერთო. არა, ეს გასაგებია, მაგრამ როგორც კი მას არ მოეწონა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ანუ როდესაც ამორჩეველმა მას თავისი ადგილი მიუჩინა და უთხრა რომ შენ იქნები ოპოზიციაში და არ მოეწონათ ეს ჩახსნეს არა მარტო ესე იგი თავისი შემადგენლობა თელისია ჩახსნეს ანუ მთლიანად სახელმწიფო დემოკრატიულ წყობილებას აღუდგნენ წინ და თქვენს რომ ჩვენ საერთოდ აღარ მივიღებთ ამაში მონაწილეობას. ანუ ეს ერთი გადაწყვეტილება გახდა მთავარი საფუძველი ლელოს სიაში მოხვედრას. არა, ეს მუდმივი ასეთი ნაბიჯები და მტკიცებულებები იქნება საერთაშორისო წარმოდგენილი და არის კიდევაც წარმოდგენილი რომ მათი ესეთი ქმედებები არის ამის შემადგენელი ელემენტი. მე მუდმივად ამას აკეთებდნენ და ეს მოწოდებებიც ამისკენ მიუთითებდა რომ და ეს მტკიცებულებები ყველა იქნება წარდგენილი რომ ისინი ამბობდნენ რომ კი არჩევნებში კი მივიღეთ მონაწილეობა მაგრამ როგორც კი ეს 8 საათზე არჩევნები მორჩება ჩვენი ეგრეთ წოდებული დამხობის აქციას შეუერთდებით უფრო მეტიც თუ აგვირჩევენ ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ იქნება ვთქვათ რომ თბილისი ვმართოთ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რომ თბილისში დეპარალიზება მოვახდინოთ საქალაქო სამსახურებისა ანუ ამით დაადასტურეს ის რომ ისინი არავითარი კონსტიტუციური წყობილებისა და ხელისუფლების გასახორციელებლად არ მომდიოდნენ არამედ მათ სახელმწიფო ხელისუფლების ელემენტების შეძენა უნდათ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მისი წყობილების დასამხობად ამას თვითონვე აცხადებენ ეს მტკიცებულებები უამრავია თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად მოიძიოთ თქვათ ინტერნეტში განთავსებულია და თქვენს არქივშიც იქნება ბევრი. შეხება დიახ გიორგი გახარიას პარტიას ძალიან ხშირად დაგიდანაშაულებიათ თქვენც ეს პარტია მოღალატეობრივ საქმიანობაში საბოტაჟში ვიცით რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული სწორედ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით ჩორჩანას ეპიზოდს გულისხმობ დაგიდანაშაულებიათ იგივე ქვეყნის ინტერესების საზიანო ქმედებებში თუმცა საბოლოოდ არ მოხდა ის ჩამონათვალში. ანუ იყო ეგ თუ არა აქ მაშინ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორის გარემოება გახარიასთან დაკავშირებით რომ მან მიიღო ბოიკოტის დასრულების და პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება? დიახ, კარგი კითხვაა და სხვათა შორის მინდა რომ ესეც განვარტო და უნდა კარგად გავიგოთ ეს. იმიტომ რომ სამართალი ცოტა სხვა თემაა და პოლიტიკური ელემენტები ცოტა სხვა თემაა.
იქ სადაც ჩვენ გახარიაზე ლაპარაკობთ, იქ ლაპარაკობთ ერთ ადამიან გახარიაზე, რომელმაც შეიძლება თეორიულად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, თუნდაც ჩორჩანაზე. თქვენ იცით, რომ გამოძიება არის დაწყებული. მაგრამ ის დაწყებული არა როგორც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის ან მისი პოლიტიკური პარტიის მოღვაწეობაზე, არამედ როგორც ერთ თანამდებობის პირზე, რომელმაც თავისი ძალაუფლების განხორციელების დროს გადადგა სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯები თეორიულად. ვამბობ, მაგრამ ესე იგი ბრალი არ წარდგენია, თუ წარდგება და მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს პროკურატურა, ამას მომავალში ვნახოთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საგამოძიებო მოქმედებები ვერ გრძელდება იმის გამო, რომ ის საზღვარგარეთ არის სასული, ალბათ. იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში არც თქვენ მოგისმენია და არც მე, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებებით მის ბრალის წარდგენამდე მივიდნენ. ეს უნდა გავმიჯნოთ მისი პარტიის, როგორც პარტიის არაკონსტიტუციურ ქმედებებისაგან. ის თუ აგებს პასუხს, აგებს პიროვნულად, როგორც ერთი ადამიანი, თუ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის პროკურატურის საქმე და იმ გამოძიების საქმე, რომელიც დაწყებულია ამ თემაზე. რაც შეეხება ხოლმე პარტიულ საქმიანობას. ერთი ელემენტი, არ ვიცი, ვინმე მურჩია, თვითონ მივიდნენ ამ დასკვნამდე, იქიდან ურჩიეს დასავლელმა პარტნიორებმა, მუდმივი საბოტაჟის ელემენტებისაგან თავი გაითავისუფლეს ერთი მარტივი ქმედებით. მათ მთელი სია არ ჩახსნეს. ხომ ნახეთ ამ ბოლო იმის დროს, როგორც სხვა პარტიებმა. ანუ ისინი არ დადიოდნენ და ჩვენ მათ უფლებამოსილება შეუწყვეტეთ პირველ 12 კაცს. არა იმის გამო, არასაპატიო გაცდენების გამო. ანუ მათ ოფიციალურად ის ბოლო ნაბიჯი, რომ მუდმივი საბოტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს და არ ცნობენ სახელმწიფო კონსტიტუციურ დანაწესებს, ესე იგი ეს ამას აღუარეს გვერდი უფრო ესეთი ჭკვიანურად, ვიდრე თქვა სხვა პარტიებმა. ბატონთენგის მაშინ დავაზუსტოთ. რომ მიიღოთ ანალოგიური გადაწყვეტილება თუნდაც ლელოს ლიდერებს, ან ნაციონალურ მოძრაობას, ან ახლებს. არა, ნაციონალურ მოძრაობასთან ცოტა სხვა არა გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობაზე მთელი კასკადია დარღვევების, ისაც ჩამოგისახელეთ ყველა. და ლელოს რომ მიიღო ან ახლებს? რა. ანალოგიური გადაწყვეტილება და ბოიკოტი, ვთქვათ, სიები არ ჩაიხსნათ თავის დროზე? ლელოს რომ გაეკეთებინა იგივე? ან ლელოს ან ახლებს. ახლები პირველ ადგილზე გავიდნენ ოპოზიციური სპექტრიდან. არა, რაც შეეხება ახლებს, ახლა გეტყვით. რაც შეეხება ახლებს, ახლები პირდაპირ არიან განაყოფები ნაციონალური მოძრაობის. ანუ ის ლიდერშიპია, რომელიც თავის დროზე ამ დანაშაულებს ჩადიოდა. მათი ხელმძღვანელობაც იმავე ხალხისგან არის დაკომპლექტებული, რომელიც მოხსენიებულია დასკვნაში საგამოძიებო კომისიისა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩადიოდა უზარმაზარ დანაშაულს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ძალადობის წინააღმდეგო და მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან, ისე მანამდე 2012 წლამდე. იმდენი დანაშაული არის დასახელებული 450 გვერდი ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის დანაშაულს ეძღვნება. აი ნახეთ, თვეზე მეტი არის გამოქვეყნებულია ეს ჩვენი დასკვნა საგამოძიებო კომისიისა და მოგისმენიათ თუნდაც ერთი მათი იურისტის განცხადება, რომ რომელიმე ფაქტი, რომელიც იქ არის მოხმობილი, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩვენ საგამოძიებო კომისიის მასალებში ჩავდეთ, არის მტკიცებულებებით გამტკიცებული. და გამტკიცებულია მტკიცებულებებით არა მხოლოდ ჩვენი სასამართლოს, საქართველოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოების აგას გულისხმობთ ალბათ აგვისტოს ომზე? არა, გულისხმობთ სტრასბურგის საცამართლოს ადამიანის უფლებების საკითხებში. თავარი განაჩენი სტრასბურგმა მათ პარტიას გამოუტანა, როდესაც ჩაწერა თავის გადაწყვეტილებაში, რომ მათი მმართველობის დროს ადამიანის უფლებების შელახვა და ესეთი ქმედებები წამება არადამიანური მოყოლობას ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. ანუ როგორც სისტემას დაძდო ბრალი მათი მმართველობის წას, ასევე სისტემურობასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ყოველდღიურობის ელემენტია. გაჩნდა აი არა ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ცოტა უფრო განყენებულად დგას. ლელოს შემთხვევაში ლელოს რომ ლელოს რა თქმა უნდა ასეთი ფაქტო არა სიების ჩაცნას დავანებოთ თავი. სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ ახლა მე და თქვენ. აქ ლაპარაკობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელსაც აქვს უზარმაზარი, მათ შორის სიების ჩაცნაც
უზარმაზარი, ესე იგი, ფართო სპექტრი დანაშაულებისა ჩადენილი და აქ არის ლაპარაკი შედარებით შემდგომში შექმნილი პარტიაზე, რომელიც ხელისუფლებაში როგორც პარტია თვითონ არ ყოფილი და რა თქმა უნდა, ხელა სპექტრს ანუ სია რომ არ ჩაეხსნარელო შეიძლებოდა გადაღებები. შეიძლება ჩვენ დავფიქრებულიყავით, რამდენად გვეყოფოდა მე მტკიცებულებები, ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოში ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ბატონო თენგიზ, აი ნახეთ, მუდმივად ჩნდება აი ასეთი პრეტენზია და შენიშვნა, რომ მაშინ, როდესაც თქვათ, საუბარია სამ ოპოზიციურ პარტიაზე, რომლებმაც მიიღეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეული შედეგები, ნაციონალური მოძრაობა მესამე ადგილზე გავიდა, ახალი მეორე ადგილზე გავიდა, ანუ შედეგების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა წესკო. ანუ უკეთესი იქნებოდა თუ არა, რომ თავად ამომრჩეველს და ელექტორატს მიანდოთ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების მიმართულება, ანუ ის კი არა რომ თქვა მოხდეს კონსტიტუციის გზით აკრძალვა პოლიტიკური ძალების, არამედ თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალის მომავალი დარჩეს თუ არა ის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თუ არა. დაგეთანხმებოდით თუ ამას პასუხს თვითონ კონსტიტუცია რომ არსებდეს. კონსტიტუციაში აღწერილია ხელისუფლებაში როგორ შეიძლება მოხვიდე არჩევნები არის აღწერილი ხომ დამეთანხმებით. მაგრამ ამავე კონსტიტუციაში დევს როგორ შეიძლება პარტია არაკონსტიტუციურად გამოაცხადო. ანუ ეს ორი ელემენტი ერთმანეთისგან გამიჯდა. თქვენ რასაც ლაპარაკობთ, თქვენ საუბრობთ იმას, რომ მაშინ ეს ზედმეტი იქნებოდა აბსოლუტურად. ხო ეს მოხლი, რომ პარტიის აკრძალვა როგორც ასეთი კონსტიტუციური გზებით არ არის საჭირო. იმიტომ რომ მაშინ ყოველდღე ვიტყოდით ამას, რომ რა საჭიროა ამის სასამართლოში წაღება, დაველოდოთ შემდეგ არჩევნებს და თუ მოსახლეობა თვითონ ეტყვის, რომ წადი პოლიტიკური ასპარეზიდან წავლენ და მორჩება. ასე არ გადაწყვიტა კონსტიტუციამ. კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები არჩევნებად და ასე უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ თუ არაკონსტიტუციურობის გზას დაადგებით, არის ამავე კონსტიტუციაში მექანიზმი, როგორ უნდა მოგთხოვონ პასუხი, რომ შენი პარტია გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად. ამიტომ რასაც თქვენ მეკითხებით, ეს თვითონ გამიჯდა კონსტიტუციამ და ამ ელემენტს ვიყენებთ ჩვენ. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ჩვენ ამას ერთმანეთში არ ურევთ. როდესაც არჩევნებში შენ მოსახლეობა მოგცა ხმა, მოგცა მანდატები და შენ ეს მანდატები არც კი გაითვალისწინე. არათუ არ გაითვალისწინე, საერთოდ ყურადღებაც კი არ მიექცე ამ შენი მოსაზრებების გამო, დესტრუქციული მოსაზრებების გამო, რომ ის ხალხი, ვისაც აქვს, ვინც არის წყარო ხელისუფლების საქართველოში, შენ გაძლევს გარკვეულ მანდატს და იმასაც კი არ ითვალისწინებ. ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ შენ კონსტიტუციურ წყობილებას როგორც ასეც არ აცნობ და პირიქით ამ კონსტიტუციური წყობილების საწინააღმდეგო ნაბიჯებს გყავ. აი ასეთ შემთხვევაში არის ამ კონსტიტუციაში მექანიზმი, როდესაც შენ დემოკრატიულად მოცემულ შენთვის მანდატებსაც კი არ იყენებ და არაფერს არ იყენებ, საერთოდ არ ცნობ ამ დანაწესებს, მაშინ როგორ შეიძლება თეორიულად შენ მოგექცეს, ვთქვათ, კონსტიტუცია და ჩაგიდო მექანიზმი არაკონსტიტუციურად პარტიის ცნობის ელემენტებით. ამიტომ ეს ორი სხვადასხვა რამეა და დაგეთანხმებოდით ეს გამიჯული კონსტიტუციას თქვა სხვათა შორის თქვენს ელექტორატშიც გაჩნდა გარკვეული შეკითხვები, მაშინ რატომ გადავადდა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანონსებული საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში არ მუნიციპალური არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის? გეტყვით, ანუ ხომ არ მიეცით მაინც გარკვეული შანსი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელსაც მოიაზრებდით ასაკრძალთა სიაში, რომ თქვა მუნიციპალური არჩევნები გამოიყენებინათ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად? მე გეტყვით, ჩვენი გზით მივდიოდით, ანუ ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ არჩევნებამდე და ვთქვით, აი ეს არავისთვის არ დაგვიმალავს, რომ თუ ჩვენ მოგცემთ ხმას და უმრავლესობით მოვალთ, ჩვენ გადავდგავთ შემდეგ ნაბიჯებს. პირველი ნაბიჯი აუცილებლად შექმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც მოაგროვებს ამ მასალას, ამ არაკონსტიტუციური პარტიის ამ პარტიების შესახებ და მეორე ნაბიჯი, რომ მე მთელ ამ მასალის საფუძველზე ამ ძირითადად ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობდით მაშინ და თეორიულად არ გამორიცხავდით, რომ სხვებიც იქნებოდნენ ამაში, წავიღებდით ამას საკონსტიტუციო სასამართლოში და შევიტანდით სარჩელს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. აი ასეთ პირობებში 1,200,000 კაცმა, თითქმის 1,100,000-მა, თუ არ ვწდები მაშინ 1,100,000 კაცმა მოგცა ხმა. ანუ ფაქტიურად რეფერენდუმი იყო. გვაძლევთ თქვენ მანდატს, რომ ეს გავაკეთოთ და გითხრა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წადით და გააკეთეთ ეს. მე რა თქმა უნდა ამას გარკვეული დრო ჭირდებოდა. ერთი წელი დაგჭირდა ხომ არჩევნების შემდეგ რომ საკონსტიტუციო სარჩელამდე მოსულიყავით. თითქმის 6 თვე დაჭირდა საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტის საგამოძიებო კომისიას მუშაობა. საკმაოდ დიდი მასალა იყო. უამრავი მასალა იყო. აი მარტო დასკვნაში დასკვნა 450 გვერდიანია და თქვენ გონიათ ყველა მასალა მოხდა ამ 450 გვერდში. რა თქმა უნდა არა. იმდენად დიდი ზღვა მასალა იყო. აი, როდესაც ესე გამოკითხვას ვიბარებდით ხალხს,
ეთი 10%-იც კი არ არის იმისა, ვინც მოითხოვდა რომ მოსულიყო და კიდევ ახალი მასალები მოეტანა. იმიტომ რომ მაშინ ეს იქნებოდა თვითონ კანონმდებლობით არის შემოსაზღვრული 6 თვეზე მეტი არ შეიძლება საგამოძიებო კომისია არსებობდეს, თორემ დაუსრულებელი იქნებოდა, რამდენიმე წელი დაგჭირდებოდა მთელი ეს მასალა რომ გამოგვეკვლია. იყო თუ არა დაგვიანებული? არა, დაგვიანებული არ იყო, აი გიხსნით, რომ 6 თვე მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნა. არა, არ იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს პრინციპები უნდა შემზადებული იყო, უნდა მასალებიც მოკვლევის გზებიც დასახულიყო, უნდა გეგმა დასახულიყო და ახლა წარმოვიდგინეთ არჩევნებიდან 1 წლის თავზე მთელი ეს გზა გავიარეთ ჩვენ. ანუ საგამოძიებო კომისიის თავის დასკვნიანად მასალებით შექმნით და დასკვნაც დავდეთ. სარჩელიც მოვამზადეთ და 1 წლის თავზე არჩევნებიდან შევიტანეთ. ეხლა რამდენიმე ინტერვიუში ვთქვი რომ ჩვენ მიტინგზე არ მივდივართ. ჩვენ კარგად გვესმის რომ მივდივართ სასამართლოში და სასამართლოში ნარატივებით საუბარი მთავრდება ისე, როგორც დაამთავრა ნაციონალურმა მოძრაობამ, როდესაც სტრასბურგში ნარატივებით წავიდა. ყველა პროცესი წააგო, ხომ იცით ამის თაობაზე. ჩვენ არ გვინდოდა რომ ასე ყოფილიყო. ჩვენი სარჩელი იქნება არა პოლიტიკური ნარატივებზე აგებული და არის არა პოლიტიკური ნარატივებზე აგებული, არამედ სამართლებრივ მტკიცებულებებზე და სამართლებრივ პრინციპებზე აგებული. ამიტომ მთელ ამ მასალის მომზადებისთვის თავის საგამოძიებო კომისიანად 1 წელი ბევრი მაგრამ ნახეთ, შეიცვალა გეგმა მართველი გუნდის. თქვენ მოამზადეთ დაახლოებით 1 თვის წინ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტიც, რომლის მიხედვითაც არათუ ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაც იგეგმებოდა. ანუ მათ ჩამოერთმევდათ პასიური საარჩევნო უფლება, არ ექნებოდათ პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება. რატომ შეცვალა მმართველმა გუნდმა ეს პოზიცია? არაფერია შეგვიძლია, კანონში იგივე წერია. უბრალოდ ეს ჩვენი ასარჩევი იყო ამ სპექტრიდან, რომელს ავირჩევდით. ეს კანონში მუდმივად იდება და სამომავლოდ შეგვიძლია ან სხვასაც შეუძლია, თქვა ჩვენი ხელისუფლების შემდეგაც რომ გამოიყენოს ეს და თქვა იმ საკითხებით იდაოს. მაშინ შალვა პაპუაშვილმა თქვა რომ ანუ ეს აღარ გავრცელდებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებზე. მაშინ რომ არ გვიმართოთ კონკრეტულად რა იქნება ამ მიმართულებით. არ გეტყვით როგორ არის. ჩვენთან კანონმდებლობის დონეზე ეს მუხლი კონსტიტუციისა, რომელიც პოლიტიკური პარტიის გაუქმებას მოიცავს, ვინაიდან ამის პრეცედენტი საქართველოში არასდროს არ ქონია, მოწესრიგებული არ იყო. არა და ნახეთ, რას ამბობს კონსტიტუცია, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ აქ ამთავრებს წინადადებას კონსტიტუციის ეს დანაწესი ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევებში და წესით. ანუ ორგანული კანონით განსაზღვრული არ შემთხვევებში კეთდება ეს და რომელი წესით კეთდება. და ვინაიდან არასდროს არ დაგჭირებია ეს მოსაწესრიგებელი იყო და ეს მოვაწესრიგეთ. მოვაწესრიგეთ არ ნიშნავს იმას, რომ ერთჯერადად მოვაწესრიგეთ იმისთვის, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა 2 კვირის შემდეგ. ის მოწესრიგდა როგორც ასეთი. მოიყენებთ ახლა ამ კანონს. არა, ჩვენ ამ სარჩელში არ გამოვიყენეთ. ამ სარჩელში გამოვიყენეთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიის იმიტომ რომ თავიდან დაანონსდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირებსაც შეიძლებოდა შეზღუდვოდათ პოლიტიკური საქმე. შეიძლება სიტყვა სწორად გამოიყენეთ. ახლა ეს ასე ითქვა მაშინაც. იმიტომ გეუბნებით რომ ეს თეორიულად შესაძლებელი იყო, რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო, მაგრამ არ გეგმავდით თავიდანვე, მაშინ რატომ მომზადა ეს საკანონმდებლო პროექტი? ამას გეუბნებით რომ შეიძლება ნიშნავს იმას, რომ დისკუსიის შედეგად მე და თქვენ შეიძლება გადავწყვეტეთ, რომ ასე კი არა ისე უფრო დისკუსია და შეიცვალა პოზიცია? პოზიცია კი არ შეიცვალა, ანუ ჩვენი პოზიცია დაზუსტა, რომელი უფრო უპრიანი იქნებოდა სასამართლოს წინაშე წარსადგენად. და ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ ეს უფრო სწორი გზა არის ამ პირველ ეტაპზე. და ოპონენტებმა ჩათვალეს, რომ თქვენ დაკავშირებული პირთან დაკავშირებით აი ეს წინადადება, იმიტომ აღარ გაითვალისწინეთ საკონსტიტუციო სარჩელში, რომ თქვა ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებული პირები არიან დღეს მმართველ გუნდშიც წარმოდგენილი. ეს იყო მათი აბსოლუტური სიცოცხლე. ახლა თქვენ წინა კომპონენტი ჩემი გვარი მოვისმინე შემთხვევით შემოვიდეთ. შეგახსენეს სომხეთში თქვენი ელჩობის პერიოდი. და რა არის ეს? ესე იგი დიპლომატიური სამსახურის შესაბამის კანონში წერია პირდაპირ ელჩი პოლიტიკური მოღვაწეობა ეკრძალება ქვეყნის შიგნით. ანუ კანონში მიწერია რომ პოლიტიკური მოღვაწე არ ვიყავი მაშინ. ესე იგი იმდენად უცოდინი არებიან 1-9-ჯერ გავმარტა ეს, მაგრამ ეთყობა ხო იცით იქ როგორ არის? ვიღაცა ერთ მესიჯს რო დაუწეს, ესენიც თუთიყუშებივით იმეორებენ საათ და თავის უმეცრებას ავლენენ. შეუძლიათ გააგრძელონ. ეხლა წარმოვიდგინეთ, ჩემს გარდა 60 საერთაშორისო ორგანიზაციაში და ქვეყანაში ყავდა ელჩი დანიშნული მაშინი. ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი წარმომადგენლები, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენლები კი არა, ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ის საქართველოს ელჩია. უბრალოდ იმ ქვეყანას მართავდა ნაციონალური მოძრაობა და ეს ამას ეხლა წარმოვიდგინეთ, დღეს ხომ არიან ელჩები. დიახ.
ის ჩვენი ხელისუფლების ელჩები კი არიან, საქართველოს ელჩები არიან. რომ გავიდეს რაღაცა დრო და 70-მდე პირდაპირ პასუხი მოსთხოვოს, რომ თქვენ რატომ იყავით იმ ხელისუფლების დროს ელჩები. ეს უმეცრების გარდა არაფერი არ არის. როცა იმათ კანონში უწერიათ, რომ ისინი უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალურები, ანუ მათ შიდა პოლიტიკაში შეხება არ აქვთ. მაგრამ ეს ახლა რამდენჯერ უნდა ავხსნათ, თორე ადამიანს უჭირს რაღაცის გაგება, ბევრჯერ აღარ უნდა ავხსნა. ამას მეტი აღარც გამორთო უკვე. ხო და ამაშია საქმე. დაკავშირებული პირები არიან ისინი, ვისაც ზეგავლენა ქონდა გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ეს არაკონსტიტუციური მართვა ყოფილიყო იმ პარტიის დროს. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, იგივე წევრი ვინც იყოს სიტყვაზე ჩხოროწყუში ან ფოთში ნაციონალური მოძრაობისა, მათ კი არ შეეხება ოფიციალურად მანდატიც რო ქონოდა პარტიის. აქ არის ლაპარაკი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებების მიღები ადამიანები იყვნენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებში. თქვენი სარჩელი რომც დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს მომავალში არ ექნება შეზღუდვა პარტიის დაფუძნების დროს. იმ პირებს ვინც იმ დანაშაულებრივ საქმიანობის განმაპირობებლები არ იყვნენ, მხოლოდ იმის გამო რომ იმ პარტიის წევრები იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. ან თუნდაც მე კი ვიმყოფებოდი არაპოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ შეიძლება ვინმე იყო ისეთი, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობაზე იმყოფებოდა, მაგრამ სასამართლო მომავალში ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკურ თანამდებობაზე კი იმყოფებოდა იმ პერიოდში, მაგრამ მას არ შეეძლო ან არ ახდენდა არსებით ზეგავლენას პარტიის პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. იმიტომ მიდის ეს საქმე სასამართლოში. ანუ სასამართლომ უნდა გადაწყვეტოს ყველა აი, რატომ წერია აქ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს? თუ ოდესმე ის გაჩნდა პრეტენზია, რომ ხომ არ ტოვებდა ინტერპრეტირების სივრცეს ცნება დაკავშირებული. ინტერპრეტაცია, აი დამერწმუნეთ რა არის. სასამართლო ინტერპრეტაცია შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. კონსტიტუციაში სასამართლოს იმიტომ მიანდო ეს საქმე, რომ მან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს. ის მასშტაბები, ის ხარისხი რა შეხება ქონდათ თქვენ. შეიძლება ერთზე გადაწყვიტოს, მეორეზე არ გადაწყვიტოს. ეს ინდივიდუალურად მიუდგებოდ გამოიკვლევს ამ საქმეს. ამიტომ მე გეუბნებით, რა პრაქტიკა არსებობს საერთაშორისო. მხოლოდ იმის გამო, რომ შენი პარტიის წევრი იყავი, თუ ვერ დაგისაბუთა ვინმე მინ შენ გედავება, რომ შენ არსებითად აყალიბებდი იმ პარტიის პოლიტიკას, რომელიც არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგავდა, რა თქმა უნდა, ამას ვეღარ მოგედავება მომავალში. საკმაოდ მძიმე რეაქციები მოხდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც თქვენს საკონსტიტუციო სარჩელს. მე მხოლოდ ფრაგმენტებს აგეკითხავთ რამდენიმე განცხადებიდან, ცნობილი განცხადებიდან და იმედი თქვენ დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც ეს ცნობილია. სამხრეთ კავკასიაში უთო საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი გადაწყვეტილებამ, რომელიც იწვევს პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვას, შეიძლება საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია გამოიწვიოს და შეასუსტოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს საკითხზე მომხსენებლები ღრმად შეშფოთებულები არიან სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის ასაკრძალად უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის გამო. საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ ბოლო რეზოლუციაში დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს და შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან. ანუ რამდენად თავსებადია თქვენი სარჩელი საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და მოყურეთ, ესე იგი ეს არის აი პირდაპირ გალაშქრება ჩვენი სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ესე იგი ესენი რას მეუბნებიან, ჩვენ რას გვეუბნებიან, რომ თუ შენ კონსტიტუციაში არსებული მექანიზმი გამოიყენე, თურმე რაღაც დანაშაულს ჩადიხარ საერთაშორისო ესე იგი წყობილების წინააღმდეგ. ხომ არის აღწერილი, რომ როდის და რა ვითარებაში შეიძლება და რა მითითებით იდაოს საკონსტიტუციო სასამართლოში ამა თუ იმ პარტიის კონსტიტუციურობის თაობაზე. ესე იგი ესენი კი არ ლაპარაკობენ რაღაცა ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაზე, ან მთავრობის ან პარლამენტმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. მე რომ სასამართლო მექანიზმის გამოყენება დავიწყე საკონსტიტუციაში ჩაწერილი დანაწესების შესაბამისად, თურმე ეს რაღაცას იწვევს. ისინი რას მეუბნებიან, იცი რომ შენ უფლება არ აქვს შენი კონსტიტუციური მექანიზმები გამოიყენო. აი აქამდე მივედით, რომ აი ამ დონეზე გვითითებენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. 2017 წლიდან დევს ეს მექანიზმი აქ, ხო, არავის არ უთქოს. ასეთი მექანიზმი ყველა დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. აი, თქვენ მათთან კონსულტაციებს, რომ თქვენი არგუმენტების და პოზიციის ისტორიაში დაიწმუნოთ ისინი? რამდენი ხანია ჩვენ ამას ვთხოვთ, რომ დაანებეთ თავი ამ პოლიტიკური ნარატივები ჩვენთან ლაპარაკს. დავსხდეთ, ვისაუბროთ და ჩვენ მზათავართ ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ. არა მხოლოდ ეს საკითხი.
თქვათ ამ პარტიების არა კონსტიტუციურად ცნობის. ყველა დანარჩენი, რაზეც თქვენ გვედავებით. აი თქვათ გვედავებით გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობაზე, სხვა ტიპის კანონმდებლობაზე. ჩვენ მეუბნებით დავსხდეთ და ვილაპარაკოთ სამართლებრივი ენით. რომელ პრინციპებს ვარღვევთ და რა პრინციპების წინააღმდეგ მოვდივართ. ისინი არც ერთხელ არ დამსხდნენ ჩვენთან ამაზე სასაუბროთ. რატომ იცით? იმიტომ რომ იციან რომ წააგებენ, იმიტომ რომ მათ არგუმენტები არ გააჩნიათ. აი უყურეთ, აი თუნდაც არჩევნების შეფასების საკითხში. ეხლაც კალასმა და იმან გააკეთეს განცხადება თითქოს რაღაცა ეჭვსიწვევს ეს ბოლო არჩევნები, ხო? მანამდე თავიდან განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ეუთო ოდირის გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი, ისინი როგორც შეაფასებენ, ჩვენ მას დავეთანხმებით. მე რომ არ მოეწონათ მათი დასკვნა, ადგინა და ბულინგი დაიწყეს. ესეც გვახსოვს, ხო, ყველას. როდესაც ჩვენ მეუბნებით, რომ არჩევნების გაყალბებაზე, როდესაც საუბრობ, მოგვიტანეთ არგუმენტი, ერთი არგუმენტი მაინც მოვიტანეთ. ჩვენ ხო იქით გადმოვდგით ნაბიჯი პროკურატურამ სპეციალურად დაიწყო გამოძება თეორიულად არ ენდობოდნენ ამ შემთხვევაში ისინი არც სამართალდამცავ უწყებებს და არც სასამართლოს. ხო განაცხადეს რომ აი ჩვენო პროკურატურაში არ მივალ სასამართლოს წინაშე მივცემ ჩვენებებს. ხო გამოცხადდა მთელი ეს სპექტრი სასამართლოში იმ ჩვენების მისაცემად როგორ გაყალბდა არჩევნები საქართველოში. ჩვენ პოლიტიკურ სპექტრზე გეუბნებით. მიიტანეს რამე მასალა? ან რამე ღირებული ჩვენება დადეს ვერ გააკეთეს. ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო თქვენს სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რა სურათს მივიღებთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც სამი ოპოზიციური პარტია აღარ იქნება, მათ ლიდერებს და წევრებს ასევე აიკრძალებათ ხომ პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა, ანუ ეს პოლიტიკური პლურალიზმის კუთხით, აი რა მოცემულობა გვექნება? ჩვენ ამას არ ვამტკიცებთ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენი პოლიტიკური მოღვაწეები კი არ არიან. ესენი არიან დამნაშავეები და მათი პარტია უნდა აიგრძელოს იმ პრინციპების გამო, რაც კონსტიტუციაშია მითითებული. ეხლა თქვენ რას ამბობთ, ასე თუ გავყევით, ჩვენ მაშინ ვთქვათ, რომ რაღაცებობს რაღაცა თეორიული ჩვენი მისწრაფება, როდესაც ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ არც დანაშაული, არც ეს მასობრივი ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები და არაფერი არ უნდა გავითვალისწინოთ. იმის გამო, რომ რაღაცა დემოკრატიული მომავალი და რაღაცები გადავარჩინოთ. თუ ასე მიუდექით, წარმოიდგინეთ, ეხლა მე არგუმენტია, რომ არჩევნების ის 2012 წელს გადმოაბარეს. რა მაგალითს მაძლევთ მე, რა მაგალითს მივცემ ჩვენ მომავალ თაობას და ვთქვათ მე მართულ პარტიას. რას მეუბნებით? რომ იმის გამო, რომ მომავალში თეორიულად, როდესაც მე შეიძლება ოპოზიციაში ვიყო, იმის გამო, რომ მე საშიშროება არ დადგეს პლურალიზმის, ახლა შემიძლია ჩავიდინო ყველაფერი და მე თავი ვიმართლო იმით, რომ პლურალიზმი არ დაზიანდეს და მე რა რომ მე 1000 გვარი ანტისახელმწიფოებრივი ან კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადავდგე, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. თუ ასეთი კატეგორიებით ვიმსჯელებთ, თუ ასეთი კატეგორიებით ვაპირებთ ჩვენი მომავლის საშენებას, მაშინ ამ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს. ბოლო საერთაშორისო მოწოდებებში საკმაოდ გახშირებულია და ბოლო 2 დღეში გაკეთებულ განცხადებებშიც გაისმა რამდენიმე მოწოდება ინკლუზიური დიალოგის დაწყებისკენ. პირდაპირ მოგიწოდებთ პოლიტიკურ ძალებთან. ვინც გვიკეთებს ამას, ვინც გვეუბნება ამას, ყველა ნაბიჯი გადადგეს, რომ არავითარი ინკლუზიური ურთიერთობები ჩვენ შორის არ ყოფილა. თქვენ რომელ პოლიტიკურ ძალასთან გესახებათ დიალოგის დაწყება? ვინც მოინდომებს რეალურად და ამდენი ხანი ხო ჩვენ ამას ვამბობთ. რაც ისინი ხელისუფლებიდან წავიდნენ, ჩვენი პარტიის პირველი ნაბიჯები, ეხლა პოლიტიკურად საჭირო იყო უნდა გაგვეკეთებინა, ეს მეორე პლანზე გადავწიოთ. ხო დიალოგის რეჟიმით დაიწყო. ხომ არ დაწყებულა ეს რეპრესიები ან რაღაც ესეთი ნაბიჯების გადადგმა. პირიქით, ჩვენი მომხრეები ადანაშაულებდნენ მაშინ მართლ პარტიას, რომ ასე ლოიალურად რატო ექცევით ამ ადამიანებს? რატო ხართ საერთოდ ამათთან ურთიერთობაში? და გადადგით ნაბიჯები რადიკალური, არ გაუკეთებია. მაგრამ რა გააკეთეს თვითონ? წამოვიდნენ და ყველა ფეხის ნაბიჯზე დაიწყეს ყველაფრის ბოიკოტირება. 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ავიღოთ. სადაც 78 მუხლი იწერებოდა, რომ ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხო ჩაიწერა ნატოც და ევროკავშირიც. ამასაც კი არ მისცეს ხმა, არათუ პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის დონეზეც კი. მე არც ერთი არჩევნები არ აღიარეს. შემდეგ შარლ მიშელიც კი ჩამოვიყვანეთ, ჩვენ კი არა, თვითონ ჩამოვიდა. დავეთანხმეთ, კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც კი გადავდგით, რომ ინკლუზიური ყოფილიყო ეს ურთიერთობა, გახსოვთ თქვენ, ამოქმედებაც კი გადავწიეთ, ვადებიც კი გადავწიეთ. 5%-იანი ბარიერის გამო ამოქმედების ვადებიც კი გადავწიეთ. შედეგად რა მივიღეთ? 6 თვის თუ მეტი დღის განმავლობაში ხილს ზუსტად არ მახსოვს, 9 წელი ნამდვილად ხელიც კი არ მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას. ანუ ევროკავშირიდან ამხელა
თანამდებობის პირი ჩამოვიდა, ესე იგი შეთანხმება შედგა და იმასაც კი არ მოაწერეს ხელი. აი ესეთ ადამიანებთან აქვს საქმე. და მე ამნაირი ადამიანებს, ამნაირი ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ამ ნაციონალურ მოძრაობას, კოლექტივს, NGO-ებისა და სხვების სახით, აფინანსებდნენ იმისათვის, რომ რადიკალურები ყოფილიყვნენ. ჩვენ ხო დავამტკიცეთ რამდენჯერმე ის პლაკატები რო დაბეჭდეს მოლოტოვის კოქტეილიანი და რეკლამირებას უწევდნენ რევოლუციურ პროცესებს, რომ ევროკავშირისა და USAID-ის ფულით ფინანსდებოდა ამ პლაკატების დაბეჭდა. ეს ადამიანები, რომლებიც ცეცხლიანი ხელით პლაკატებს უბეჭდავდნენ ამ რადიკალებს, აფინანსებდნენ ამ რადიკალებს და დღესაც აფინანსებენ, მე მელაპარაკებიან ინკლუზიურობაზე. ეს ცინიზმია, უბრალოდ ცინიზმია. გვეყოლება კიდევ ერთი სტუმარი, რომელმაც დღეს დაანონსა მისი მოძრაობის პარტიად გარდაქმნა. თქვენ ახსენეთ კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელშიც პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, თუმცა ის მოძრაობა ერთიან ნეიტრალურ საქართველოს გულისხმობს, ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში და მან დღეს რამდენიმე ფაქტორი და გარემოება ჩამოთვალა, უნდა ის ემხრობა ეს მოძრაობა, რომელმაც უკვე დაანონსა პარტიად გარდაქმნა და ჩამოყალიბება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ნეიტრალური სტატუსის მომხრეა საქართველოსთვის და ეს მოძრაობა ფიქრობს, რომ ევროპული ღირებულებების დეგრადირების გამო მათი არგუმენტია თვითონ საქართველოს ხელისუფლება უარს უნდა ამბობდეს დროებით ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რას ფიქრობთ თქვენ აი ამ მოძრაობაზე, რომელსაც აქვს მიზანი, რომ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში? უფლება აქვს ასეთ ასსაც, რომ არსებობდეს საქართველოში. თუ ჩვენ პლურალიზმზე ლაპარაკობ და დემოკრატიულ განვითარებაზე, აზრის არსებობის უფლება ყველას აქვს. უბრალოდ ჩვენ პარტიაზე თუ გვეკითხებით, ჩვენ კონსტიტუციის ერთგულები ვართ და 78 მუხლი ჩვენ შემოტანილია კონსტიტუციაში და ამის ერთგულებად ვრჩებით და ვიქნებით სულ. ის პოლიტიკური ორგანიზაცია ძალიან ბევრი გზაა გასავლელი იმისათვის, რომ მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, რათა თავისი იდეები განახორციელოს. თუ შეძლებენ ამას, მართველი გუნდის ლიდერები ბოლო პერიოდში საუბრობენ, რომ ახალი პოლიტიკური ძალები უნდა გამოჩნდნენ ასპარეზზე და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღება უნდა მოხდეს პარტიების, თქვა, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შემდეგ, ხომ არ იგულისხმება მათ შორის, თქვა, აი ასეთი მოძრაობაც, რომელიც ჩვენ არაფერს არ გულისხმობთ. ჩვენ რომლის, თქვა, გაცხადებული მიზანიც მოდის, თქვა, წინააღმდეგობაში კონსტიტუციის. აქ უყურებთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ და მომტკიცონ ქართველ ამომრჩეველს და თუ დაარწმუნებენ, რომ ეს გზა არასწორია, განახორციელონ. ამაშია საქმე. უბრალოდ ამ გზის განხორციელების დროს არაკონსტიტუციური ნაბიჯები არ უნდა გადადგან და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მეთოდები არ უნდა გამოიყენონ, თორე ჩვენ მივესალმებით ყველას, ყველანაირას მივესალმებით, რომელიც განხორციელებული იქნება კონსტიტუციური გზებით. აი გზის გადაკეთვისა არ იყოს, ახლა რაც რუსთაველზე მიმდინარეობს. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ თუ გინდა ყოველ დღე შეიკრიბეთ, თუ გინდა დღეს სამჯერ შეიკრიბეთ, ერთადერთი მოთხოვნა აქვს სახელმწიფოს, მეტი არა. არ დაარღვიო კანონმდებლობა და ისე შეიკრიბეთ. მადლობა. დიდი მადლობა თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში. მადლობა ინტერვიუსთვის.